ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2014 წელს აჯამებს. მედიას ანგარიში ეკა ბესელიამ წარუდგინა. დეპუტატმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უშუალოდ მისმა კომიტეტმა მოამზადა. პრეზენტაცია საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და სახალხო დამცველი დაესწრნენ. პრეზენტაციაზე ჩემი კოლეგა ლევან ფოჩხუაც იყო. ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. Dioch, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ასახული არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 2014 წლის ანგარიში, რომლის პრეზენტაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასტუმრო თბილისი მარიოტში. მასში თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წელს აქტუალური იყო საქართველოში. Როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, საერთო ჯამში მოქალაქეების მხრიდან კომიტეტში შესულია 11300-ზე მეტი განაცხადი, აქედან დასკვნა გაიცა 151 განაცხადთან დაკავშირებით. ამდენად ბესელია მიიჩნევს, რომ კომიტეტმა წელს საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. კომიტეტს ისევე როგორც მთლიან მთავრობას და ხელისუფლებას აკისრია ძალიან მაღალი პასუხისგებლობა ბოლომდე მიიყვანოს ყველა ის საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია ან უნდა დაიწყოს გასულ წლებში ჩადენილი ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოჩნდება. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი კომიტეტის საქმიანობას, წლევანდელ საქმიანობას საკმაოდ დადებითად აფასებს, თუმცა ამავდროულად უჩან ანუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ტენდენციასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წელს საქართველოში გამოიკვეთა. წლის განმავლობაში გამოიკვეთა არაერთი ტენდენცია, ერთ-ერთი უნდა დავასახელო, ეს არის ძალადობა ქალთა მიმართ, რომელიც შეიძლება ითქვას როგორც ახალ ტენდენციად წარმოისახა მიმდინარე წელს, ასეთი საგანგაშო ციფრებში აისახა მკვლელობების ტალღა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთივე პრობლემატური საკითხი არის არასათანადო მოპყრობის ფაქტები დახურულ-დაქცევულებებში და ამ ფაქტებზე არასათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხად ასევე შემიძლია გამოვყო შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტები და ინციდენტები, განსაკუთრებით მუსულმანებთან დაკავშირებით საქართველოში. რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაიზიარა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შესრულდა ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება მომავალი წლის პრიორიტეტებს, როგორც ეკა ბესელია აცხადებს, მომავალი წლისთვის კომიტეტი იმუშავებს წამების არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისა და ასევე კერძო საკუთრების დაცვის ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომავალ წელს ქალთა უფლებების დაცვის წლად აცხადებს. მადლობა ლევან ფოჩხუა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ეკა